საქართველოს რესტავრაციაზე უარი განაცხადა ამ სათაურით თურქული გამოცემა ერზრუმის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსის ინტერვიუს აქვეყნებს. სუად ბაქირი მე-10 საუკუნის ქართული ძეგლის ოშკის შესახებ საუბრობს. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოშკის მონასტრის რესტავრაცია თავის თავზე აიღო საქართველომ. ჩამოვიდა სპეციალისტთა ჯგუფი, მათ შეიმუშავეს რესტავრაციის გეგმა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ აქ არ გამოჩენილან. როგორც ცნობილია, თურქეთ-საქართველოს კულტურის მინისტრთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ოშკის მონასტრის რესტავრაცია ქართველებს უნდა განეხორციელებინათ. თქვა თუ არა უარი ძეგლის რესტავრაციაზე ქართულმა მხარემ დეტალების გარკვევა კულტურის სამინისტროში ვცადეთ. მინისტრი მოლაპარაკების ჩაშლას გამორიცხავს, თუმცა დეტალებზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ საკითხის შესასწავლია, სამინისტროში არსებული დოკუმენტი კი საჯარო სწორედ ამის შემდეგ გახდება. ხანდახან ეს ზეპირი მოლაპარაკების ნიადაგზე წყდებოდა ხოლმე რამე, ხანდახან ეს წერილობით და ასე რომ ზეპირად რა იყო, როგორი საუბარი იყო, მას გავიგებ. ან წერილობით დოკუმენტი სამინისტროში არ არის ამეთ. ძალიან მწირი. მაისში შემოვიდა ბოლო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც თურქულმა მხარემ მოგვაწოდა და ეს უფრო ზუსტად უნდა იცოდეს კულტურის სამინისტრო. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე თურქულ-ქართულ მოლაპარაკებებს იხსენებს. ნინო კალანდაძე ყვება, რომ პროცესი არც ერთ ეტაპზე ჩაშლილა, თუმცა შეთანხმება შინაარსობრივ საკითხებზე ვერ ხერხდებოდა. წინა პლანზე იდგა რესტავრაციის საკითხი და რაც შეიძლება სწრაფად შინაარსობრივი საკითხების განხილვისგან ამ ეტაპზე თავი შეგვეკავებინა და ხელშეკრულება შეთანხმებული იყო მხოლოდ რესტავრაციის საკითხებთან მიმართებაში, ხოლო ყველა დანარჩენი გასულიყო ცალკე. რას გულისხმობს ნინო კალანდაძე შინაარსობრივ საკითხებში დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ქრონიკის ინფორმაციით თურქული მხარე ითხოვდა აზიზიეს მეჩეთი არა როგორც ძეგლი, არამედ მოქმედი სამლოცველო ყოფილიყო. რამდენიმე თვის წინ მეჩეთის ასაგებად ბათუმში ტერიტორია შემოიღობა, თუმცა საპატრიარქოსა და მოსახლეობის ნაწილის პროტესტის შემდეგ მშენებლობა არ დაწყებულა. მანამდე კი ორ მხარეს შორის შეხვედრა თურქეთში შედგა. ქართული მხარე თანახმა აზიზიეს მეჩეთისთვის გამოგვიყოს ადგილი, სადაც ჩვენ ახალ მეჩეთს ავაშენებთ. ახალციხეში კი რესტავრაცია ჩაუტარდება აჰმედიეს კომპლექსს. სამუშაოებს ქართული მხარე უზრუნველყოფს თურქი სპეციალისტების დახმარებით. ჩვენ კი ვალდებულებას ვიღებთ აღვადგინოთ ოშკი და იშხანი ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით და დახმარებით. ხელოვნებადმცოდნეები და ისტორიკოსები მეზობელ ტერიტორიაზე ქართული ძეგლების სასწრაფო რესტავრაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. თურქული გამოცემის ინფორმაციით ოშკის რესტავრაციის პროექტი მომზადებულია და განსახილველად ძეგლთა დაცვის კომიტეტს უახლოეს პერიოდში გადაეცა.